მოგესალმებით. ეს არის რუბრიკა გაიცანით 15 წუთში. მე კი მის წამყვანი ამალია გაფრინდაშვილი ვარ. დღევანდელი ჩემი სტუმარია ქრისტინე კაპანაძე. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, მოცეკვავე. მიღებული აქვს საერთაშორისო ხარისხის იუნესკოს სერტიფიკატი. არის ცეკვის საერთაშორისო საბჭოს წევრი. ქრისტინე საქართველოში აქტიურად ავითარებს ინდურ კულტურას და მომავალში ინდოეთთან დაკავშირებულ პროექტებსაც გეგმავს. გამარჯობა ქრისტინე, როგორ ხარ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. კარგად თქვა, როგორ ხართ? მეც კარგად, მადლობა. მზად ხარ გულწრფელი პასუხებისთვის? რა თქმა უნდა. მაშინ დავიწყოთ. როგორია შენი იდეალური დღე? იდეალური დღე აუცილებლად უნდა იყოს დაგეგმილი, გაწერილი, რომელ საათზე რას ვაკეთებ, რომ იყოს პროდუქტიული და ნაყოფიერი. რაზიან როდის ნერვიულობ ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ყოველთვის ნერვიულობ სცენაზე გასვლის წინ. მე რამდენი გასვლაც არ უნდა იყოს მაინც. რისთვის ხარ მადლიერი? მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს აბსოლუტურად. პირველ რიგში იმისთვის, რომ მყავს საყვარელი ადამიანები, ოჯახი და შემდეგ კარიერა ის, რაც მიყვარს და რასაც ვემსახურები მთელი გულით. შენი ჰობი? ჩემი ჰობი არის ფორტეპიანოზე დაკვრა. რას ჩაიფიქრებდი თუ კი ის სურვილი აუცილებლად აგიხდებოდა? ჩავიფიქრებდი ამ წამსვე, რომ გავჩნდა ინდოეთში. წლის რომელ დროს ხარ ყველაზე პროდუქტიული? ყოველთვის, ალბათ კი ესეა. ინტროვერტი ხარ თუ ექსტროვერტი? ექსტროვერტი. საუკეთესო მოგონება შენს პროფესიაში? როდესაც სცენაზე პირველად დავდექი, ეს იყო 5 წლის ასაკში, როდესაც ესე ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წავსდექი, ძალიან კარგად მახსოვს ეს ემოციები, ძალიან აღელვებული ვიყავი და თან ძალიან ბედნიერი. საყვარელი ფერი? წითელი. თეატრი თუ კინო? თეატრი. პირველი ემოცია, რაც სცენაზე ასვლამდე გეუფლება? ალბათ პირველი ემოცია ბედნიერების განცდა. რა უფრო მნიშვნელოვანია, ნიჭი თუ შრომა? უფრო მნიშვნელოვანი არის შრომა. როდესაც 400-ზე ვარ? როდესაც 400-ზე ვარ, ვკითხულობ წიგნს. სადილზე ნებისმიერი ადამიანის მოწვევა, რომ შეგეძლოს ვის დაპატიჟებდი? ცნობილ ადამიანს თუ ვინც გინდა? კატრინა კაიფს. როცა სადმე რეკავ, წინასწარ ამზადებ სათქმელს თუ არა? ხშირად კი. რა შეცვლიდი შენ ცხოვრებაში? ჯერჯერობით არაფერს, იმიტომ რომ ყველაფრით კმაყოფილი და მადლიერი ვარ. როგორი წარმოგიდგენია შენი სიკვდილი? წარმომიდგენია ალბათ სადღაც ოკეანეში ზვიგენი რომ ჭამს. რა არის შენი მიზანი? ჩემი მიზანი არის, რომ ბოლივუდში გავხდე ცნობილი მოცეკვავე და მსახიობი. რომელ ეპოქაში იცხოვრებდი? ჩემი აზრით, ყველა ეპოქას რაღაც თავისი ხიბლი აქვს და ყველა ეპოქაში არსებობდა რაღაც საინტერესო და განსხვავებული, რის გამოც ესე სურვილი გვექნებოდა, რომ გვეცხოვრა, მაგრამ ალბათ შუა საუკუნეები, იმიტომ რომ თითქოს უფრო ესთეტიკიზმით საინტერესოა ჩემთვის. საუკეთესო რჩევა, რომელიც მიგიღია? საუკეთესო რჩევა მივიღე რამდენიმე წლის წინ და ეს გახდა რაღაცნაირად ჩემი ცხოვრების დევიზი. ასეთი რაღაც მიწყეს, რომ თუ არ შეგიძლია ფრენა ირბინე, თუ არ შეგიძლია სირბილი იარე და თუ არ შეგიძლია სიარული იხოხე, მაგრამ ყოველთვის ყველანაირად ყველაფრის ფასად განაგრძე წინსვლა. რომარო პანტომიმის მსახიობი ვინ იქნებოდი? ალბათ ჩემი მეორე პროფესია რაც არის მუსიკოსი და ქორეოგრაფი. წიგნი, ფილმი, რომელმაც ღრმა გავლენა მოახდინა შენ ცხოვრებაზე? წიგნი ეს არის ალბათ ოსტატი და მარგარიტა და ფილმი ვნახე ბოლო პერიოდში. ეს არის ადამიანის სპილო. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. რომელი სუპერძალა გექნებოდა? სუპერძალა ალბათ დროში მიმოგზაურებდი. წარმოიდგინე, რომ შეგიძლია ახალი დღესასწაული შექმნა. რა იქნებოდა და როგორ აღინიშნებოდა? ეს იქნებოდა დღესასწაული, რაღაც მეჯლისივით, სადაც ყველა ტიპის რანგის წარმომადგენელი ერთად იქნებოდა და ყველა ბედნიერებას და სიხარულს გაუზიარებდა ერთმანეთს. სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ? შრომა. საკვები, რომლის ჭამაც არასდროს მოგვიზრდება? ალბათ ინდური საჭმლის ჭამა არასდროს არ მოგეზრდება. რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად? შრომის მოყვარეობას. რას არ დათმობ არასდროს? კარიერას. რიტუალი, რომლის გარეშეც ვერ იარსებებ? რიტუალი, ლოცვა.
იმიტომ რომ დღე არ გაივლის, რომ ლოცვა არ წავიკითხო და კიდევ მოქვს ერთი ჩვევა, რომ სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის ვიწერ პირჯვარს, ყოველთვის. რა ან ვინ გაძლევს мотиваციას? პირველ რიგში ჩემი ოჯახი და მერე უკვე აი ჩემი წინა წარმატება. გიყვარს დაგეგმა თუ სპონტანურობა? დაგეგმა. ვისი დაკარგვის გეშინე ყველაზე მეტად? იცი როგორ არის, ჩემი აზრით ეს შიში ანუ არაფრის მომცემი არ არის და არაფრის არ უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ რაღაცაც და ვიღაცაც წარმავალი არა ყველაფერი და რაც მოსახდენია მაინც მოხდება, ამიტომ შიში მდგელოა. რისი გწამს? სიყვარულის. შენი ზოდიაქო და გჯერა თუ არა ასტროლოგიის? ზოდიაქოთი ვარ თხის რქა და რა თქმა უნდა მჯერა, იმიტომ რომ ამბობენ რომ ძალიან ჯიუტი ზოდიაქოა, ძალიან შრომის მოყარია და მართლა ესე არის. საყვარელი სადღე გრძელო? სადღე გრძელოებთან ესე მე პირადად კარგად არ ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს მოსმენა. ანუ მე ესე არ ვიცი, მაგრამ მოსმენა ძალიან მიყვარს და ჩემი საყვარელი სადღე გრძელო, ის სამი რო ვთქვა, ეს იქნება ალბათ ღმერთის, სამშობლოსი და სიყვარულის. რომელი ფილმის რომელი პერსონაჟი იქნებოდი? მაგაზე ესე არ მიფიქრია, გამორჩეულად არ მაქვს ესე. რამდენად ჯიუტი ხარ? ძალიან. დათმობ თუ არა საყვარელი ადამიანის გამო შენს პრინციპებს? ხშირ შემთხვევაში არ ვთმობ ხოლმე, მაგრამ სიტუაციას გააჩნია და ადამიანსაც. რომელი დღესასწაულის აღნიშვნა გიყვარს ყველაზე მეტად ოჯახში და მეგობრებთან ერთად? ყველაზე მეტად მიყვარს ახალი წლის აღნიშვნა, იმიტომ რომ ჩემთან ოჯახში არის სრულიად აი სამეფო დღესასწაული, იმიტომ რომ ოჯახში მყავს პატარა წევრებიც და აღნიშნავთ ხოლმე თავისი თოვლის ბაბუებით, საჩუქრებით და ეს მთელი რიტუალი არის ერთგვარი. სიტყვა რომელიც ყველაზე კარგად აღწერს შენს პიროვნებას? მიზანდასახული. ოცნების ადგილი სამოგზაუროდ? ინდოეთი. ყველაზე სანდო ადამიანი შენს ცხოვრებაში? დედა. რთულია თუ არა შენი ნდობის მოპოვება? კი. საყვარელი სასმელი? არ მაქვს. რა არის თეატრალური შენთვის? თეატრალური არის ჩემი ცხოვრება. იმიტომ რომ როდესაც აქ ჩავაბარე, იმის მერე სრულიად შევიცვალე, სრულიად სხვანაირად შევხედე რაღაცეებს და სულ სხვა ცხოვრება განვიცადე აქ და ძალიან უფრო მეტად მიზანდასახული, შრომის მოყარე და ესე რომ ვთქვათ, წარმატებულიც გავხდი. რითი ხარ გამორჩეული სხვებისგან? სიჯიუტით, შრომის მოყარეობით და მიზანდასახულობით. რისი კეთება არ გიყვარს? არ მიყვარს დროის უაზროდ გაფლანგვა. ყველაზე ხშირად როდის აკრიტიკებს საკუთარ თავს? ყველაზე ხშირად. როცა რაღაც არ გამომდის და მაინც ვეჯაჯგურები რომ უნდა გამოგივიდეს. რა არის შენთვის სამშობლო? სამშობლო არის ყველაფერი. რომელ სიმღერასთან გაიგივებდი საკუთარ თავს? ალბათ დოლე ბაჯე. ვინ გინდა იყო მომავალში? მომავალში მინდა ვიყო წარმატებული მსახიობი და ასევე ბოლივუდის ერთ-ერთი ვარსკვლავი. საყვარელი სამაგიდო თამაში? არ მაქვს. მეტსახელი, რომელსაც გეძახიან და არ მოგწონს? მეტსახელი. მეტსახელი ესე არ მაქვს. უბრალოდ ჩემ სახელს რომ აი შემოკლებით მეძახიან, აი ძალიან არ მომწონს ეგ. და რომელიც მოგწონს? რაც მქვია უბრალოდ ქრისტინა. რა გაბრაზებს ყველაზე მარტივად? ყველაზე მარტივად ადამიანი რომ აკეთებს თუ ზოგადად შენ რა გაბრაზებს ნებისმიერ რამე? მაბრაზებს ადამიანის აი ესე ვთქვათ დაუფიქრებელი საქციელი. რისი ფობია გაქვს? კლაუსტროფობია მაქვს. ტელეფონში რომ ერთი აპლიკაციის დატოვება შეგეძლოს, რას დატოვებდი? Instagram-ს. გირჩევნია ფილმი ბედნიერი თუ სევდიანი დასასრულით? სევდიანი. ითამაშო დადებითი თუ უარყოფითი როლი? უარყოფითი. იყო ღარიბი და ბედნიერი თუ მდიდარი და უბედური? ღარიბი და ბედნიერი. იცოდი 10 უცხო ენა თუ შეგეძლოს ცხოველებთან საუბარი? შემეძლოს ცხოველებთან საუბარი. რითი მოქმედებ, გულით თუ გონებით? გონებით. შენი კუმირი? ჩემი კუმირი არის იყო რიში კაპური. ახლიდან დაიბადო წარსულში თუ მომავალში? მომავალში. როგორ ფიქრობ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ჩემი აზრით ცხოვრება ისე უგრძელდება და სხვა ადამიანებად ვჩნდებით და ცხოვრობთ. პირველი ქათა მიგაჩნდა თუ კვერცხი? ქათა. იქნებოდი მუდამ ახალგაზრდა თუ ყველაფერს აქვს დასასრული?
ყველაფერს აქვს დასასრული. რამდენად მარტივი ან რთული პიროვნება ხარ? რთული უფრო მეტად ძალიან. კითხვა, რომელზე პასუხსაც ვერ პოულობ. რა არის სიყვარული? რა გინდა რომ დედამიწაზე შენი სახელით დატოვა? ჩემი შემოქმედება. და ბოლოს, მე მინდა რომ როდესაც დავბერდები სიბერეში არ ვინანო ისეთი რამ, რაზეც ახლა უარი ვთქვი და არ გავაკეთე. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი სტუმრად, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. მადლობა თქვენ. ეს იყო რუბრიკა გაიცანით 15 წუთში, მე კი მისი წამყვანი ამალია გაფრინდაშვილი ვარ. ჩემი დღევანდელი სტუმარი იყო ქრისტინე კაპანაძე. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ გადაცემაში სხვა საინტერესო სტუმართან ერთად.